გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეთერშია თავისუფალი პოდკასტი თავისუფალი ადამიანებისთვის. ეს არის ნებას პოდკასტი, რომელსაც ასე ვთქვათ, გაუძღვებით, წავიყვანთ, ვილაპარაკებთ მე ნიკა წერეთელი და თამას ტუღუში. თამას ტუღუში არის ფსიქოლოგიის მაგისტრი და სარეაბილიტაციო ცენტრ ნებას დამფუძნებელი და თერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი. გამარჯობა თამას. გამარჯობა ნიკოლოზ. როგორ ახარ? დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ პოდკასტების სერია, ანუ რა სადამდეც მივალთ, ალბათ ბევრი იქნება ეს პოდკასტების სერია და ეს შეეხება დამოკიდებულებას. დამოკიდებულება ძალიან რთული ფენომენია და განსაკუთრებით საქართველოში, რას გულისხმობს ნარკოდამოკიდებულებას. ნარკოდამოკიდებულება არის ისეთი სენი, რომელმაც ფაქტიურად გაანადგურა საქართველოს ქმედით უნარიანი მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი და ეხლაც მიდის ეს განადგურება და სამწუხაროდ ამაზე ძალიან ზდუმს საზოგადოება. სადღაც გამონათებები არსებობს, რაღაცა მედიები იტყვიან, რაღაცა შოუებს გავაკეთებთ და შემდეგ დამთავრდება ეს პროცესი და გაქრება. მერე ვიღაცა თუ ფატალური შედეგით არ დამთავრდა ვიღაცისთვის მანამდეც აღარავის აღარ გვახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან რთულია ქვეყანაში და ძალიან რთულად მიმდინარეობს ეს პროცესი. გადაცემა სანამ დავიწყებდით, აი პოდკასტისთვის სანამ მოხვიდოდი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე ამაზე, რომ აი კარგად შევსულიყავით დიალოგში და თემა გაგვეშალა და სტატისტიკები ვნახე და სტატისტიკები გამოვითხოვე და ოფიციალურად რომ რაღაც საყველპურო თემად არ მეთქვა და ამბავი და უცებ მივხვდი რომ რაში მჭირდება სტატისტიკა. სტატისტიკა არის ქუჩაში რომ გამოვედი, იქ არის სტატისტიკა. სამსახურებშია სტატისტიკა. ესეთი ადამიანები ჩვენს გარშემო არიან, რომლებიც არიან არაფხიზლები და რომელთან საშველი არ არის. და არსებობს ესეთი მითები, რომ გამოსწორებული, წამალ დამოკიდებული, ანუ ნარკომანი არ არსებობს. ხო და მე მინდა რომ დღეს დავანგრიოთ ეს მითები და დავიწყოთ პირველ რიგში სულ თავიდან. რა არის დამოკიდებულება? ზოგადად რა არის ნარკოდამოკიდებულება? კარგი. ბოდიში ცოტა გამიგზავნა. სანამ გადავიდოდით მაგაზე ის გამახსენდა Discovery-ზე რო გადაცემა იყო. მითების და ლეგენდების დამანგრევლები გახსოვს? ხო, კარგი გადაცემა იყო სხვათა შორის. როგორი რქვა არ მახსოვს ინგლისურად. უბოშებიანი. კი, კარგი, კაცი. მაგრამ მომწონს. დავანგრიოთ მითები, დავანგრიოთ. ხო და დავანგრიოთ. ოღონდ დავიწყოთ დამოკიდებულებიდან. რა არის დამოკიდებულება? ხო, მოდი დავიწყოთ ახლა ყველაფერი და ამ ლაპარაკში და ამ პოდკასტების ნიადაგზე გამოირკვევა თავისით, არის თუ არა ყოფილი დამოკიდებული, დაავადება თუ არა დამოკიდებულება, დაავადებაა თუ არა, გენეტიკურია ეს თუ შეძენილია, ამ ყველაფერს ჩვენ დროთა განმავლობაში, შეიძლება დღეს არ მივიდეთ რომელიმე ამ ყველას ამის პასუხზე. ხო, დღეს ვერ მივალ. და შევეცდებით, რომ რამოდენიმე პოდკასტში გამოიკვეთოს თავისით მე და შენი დიალოგიდან გამომდინარე იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას და ჩვენთან აი აქ მე და შენ ურთიერთობაში, აი აქ ამ ველში გაჩნდება რა. იცი რა არის, მე მგონია რომ ჯობია რომ იყოს ეს რეზონანსული თემა, ამ პოდკასტმა რაღაცები დაძრას, ამ პოდკასტს მშობლებმაც უნდა უყურონ, იმიტომ რომ აუცილებლად გვექნება ლაპარაკი პრევენციებზეც. და მგონია რომ ეს ისეთი პრობლემაა ქვეყანაში, რომ აი კარდაკარ უნდა დავდიოდეთ და უნდა ვლაპარაკობდეთ ამაზე, ვლაპარაკობდეთ ამ პრობლემაზე და უნდა დავიწყოთ ამის გადაჭრა, იმიტომ რომ იღუპება საზოგადოება რეალურად არაფერს არ ვამბუქებ, არც დრამატიზირებას არ უკეთებ, რეალურად ქუჩაში რომ გამოხვალთ ადამიანებო, გამოიხედეთ გარშემო და მიხვდებით რა ხდება. მოდი დავიწყოთ დამოკიდებულებიდან, ძალიან გაგვიგრძელდა ეს ემოციური საუბარი. კარგი, დავიწყოთ რითი.
რა არის პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დამოკიდებულებასთან ასე თუ ისე ხელჩართულ ბრძოლაშია. ეს არიან თერაპევტები, ფსიქოთერაპევტები, ანონიმური ალკოჰოლიკების და ანონიმური ნარკომნების ჯგუფები, ესე ვთქვათ, NA ჯგუფები, მინდა ყველა იმ ადამიანს უთხრა, ძალიან დიდი მადლობა გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამას აკეთებს და მართლაც რომ კარდაკარ დადიან და მეც ერთი პერიოდი დავდიოდი კარდაკარ და ნუ ეს გმირობის ტოლფასია ეხლა. კი, და მე მინდა ყველა ადამიანს მადლობა უთხრა ამ ადამიანებს. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ იმ თემაზე, რასაც უშუალოდ რისთვისაც აქ ვართ მე და შენ. დავიწყოთ დამოკიდებულებით. დავიწყოთ დამოკიდებულებით. ჯერ მოდი უცბად გავაანალიზოთ, აი ესე გავიგოთ, რა ხდება ადამიანის ტვინში. რა არის დამოკიდებულება საერთოდ, აი რა ხდება ადამიანის ნეირომეცნიერების დონეზე რო ვთქვათ რა. ტკივილი არის ორნაირი. ფიზიკური და ემოციური. ორივე ტკივილის დროს ეს მაგალითად იქნება დანის ხელში შეჭობა, ლურსმანზე ფეხის დაბიჯება შემთხვევით, ხელის გაჭრა, დაგეწვა შეიძლება ხელიც ხელუთოზე ან ტაფაზე ან რა ვიცი. ანუ ტკივილი, ანუ ფიზიკური ტკივილი. ეს იქნება ფიზიკური ტკივილი. თუ ემოციური ტკივილი, როდესაც მაგალითად ბავშვი განიცდის, რომ დედამ დატოვა სადღაც, ან მიატოვეს ბავშვი, ან ემოციური ძალადობა ბავშვზე, მოდი ფიზიკურს ახლა აღარ ვეხები რა, რახან ფიზიკური. ნუ დასულ ასაკში ადამიანი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ბავშვი იმიტომ ამბობ, რომ ბავშვობაში უფრო მოწყვლადია ბავშვი ესეთ ტკივილების მიმართ, როგორც არის მიტოვებულობის გრძნობა, როგორც არის არ მიღება, კი, ძალიან ბევრი შესატყვისი აქვს ინგლისურ ენაზე რა. უარყოფილი ბავშვი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დიდობაში მაინც ვწავლობთ მე მექანიზმებს და ამ მექანიზმებზე ცოტა ხანში გადავალ რა, რომლებიც გვაშორებენ ამ ტკივილისგან. მოკლედ, ამ ემოციური ეს ტკივილი თუ ფიზიკური ამ ტკივილის დროს ჩვენს ტვინში სუსტად ერთი და იგივე ნაწილი გამოსცემს სიგნალს. ერთი და იგივე ნაწილში, ერთი და იგივე ანუ აღვიქვათ ტკივილს ერთი და იგივე ნაწილი. ფიზიკურსაც და ემოციურსაც. ტვინის ერთი უბნიდან მოდის ეს ყველაფერი. ერთი და იგივე უბნიდან. ეხლა ვნახეთ რისი კითხვა მინდა. როცა ტკივა მაგალითად კბილი შენ ან თავის ტკივილი გაქვს, რას აკეთებ? წამალსო. და რა შვება ამ დროს? გივლის, ხო? გივლის, კი. ეხლა მე შენ დაგისვო პიროვნულ კითხვას შენ, ხო შეიძლება? კი, როგორ არის? მე ვიცი რომ შენ გაქვს შაკიკიც. კი. თავის ტკივილის ხშირი ის გაქვს. სტუმარია ჩემი თავის ტკივილი. და ნათქვამი გაქვს შენ ჩემთვის რომ ხშირად როცა შაკიკი მაქვს შეიძლება რაღაც უნდა ვიწვე სიგნალში და თუ ძალიან არ მიulis ვდგები და მივდივარ სადღაც მოლში და ვიწყებ რაღაცეების ყიდვას, თვალიერებას და დაკავებული ვარ აი ამ და ასე თუ ისე გადის, კი. და ასე თუ ისე გადის. იმიტომ ყურადღება გადამაქვს. ხო, ყურადღება გადამაქვს. ზუსტად იგივენაირი დამოკიდებულება შოპაჰოლიზმი, როგორც არის მაგალითად ალკოჰოლიზმი, ან ვორკაჰოლიზმი, ან ეხლა ვიტყვი ალკოჰოლ დამოკიდებულება, ან სამსახურზე დამოკიდებულება, ან რაღაცა ნივთების შეძენაზე დამოკიდებულება, ზუსტად დამოკიდებულება. იგივენაირად ახშობს იმ ტკივილს, იმ უბანს, როგორც ტკივილ გამაყუჩებელი. ვისაც ასწავლეს ამ ტკივილთან დარჩენა ბავშვობაში მაგალითად და ვისაც არ ასწავლეს, ვისაც ასწავლეს იყო გაუმართლა, რახან ესეთი მშობლები ყავდა, ვისაც არ ასწავლეს, იმას არ გაუმართლა უბრალოდ. და ვსე, მეტი არაფერი. და ანუ დამოკიდებულება ჩდება იქიდან, რომ არ არის გადალახული ადამიანში რაღაც პრობლემები. რაღაც პრობლემები, მოდი ესე დავარქვათ, პიროვნული ზრდის ამოცანები, რომლებიც არ არის გადალახული. ანუ მე რო ვიზრდებოდი ესეთი მარტივი როგორც ესე მარტივად ვაპარაკობთ, ის რთულად არის ეს ყველაფერი აღსაქმელი, დასაჯერებელი, მისაღები, შესასისხლს ხორცებელი, მოდი ესე გათვისნობიერება ვერ როგორ ჩდება დამოკიდებულება? მოდი ჯერ ვიტყვი რა არის დამოკიდებულება. ოკეი.
დამოკიდებულება არის წარუმატებელი მცდელობა, დავიკმაყოფილო ემოციური მოთხოვნილებები. ეხლა მოდი ვთქვათ რა არის ემოციური მოთხოვნილებები. არის ბაზისური ემოციური მოთხოვნილებები. პირველი ეს არის დაცულობის და სასურველობის მოთხოვნილება. ეს რას ნიშნავს? ბავშვი რომ იბადება, ძალიან კარგად იყო მუცელში, ყველაფერი კარგად გქონდა და უცბად გამოდის საერთოდ სხვა მდგომარეობაში, სხვა გარემოში, სხვა ვითარებაში. და მისი პირველი ამოცანა, წეგარო ვთქვით, პიროვნული ამოცანა, გადასაჭრელი. პირველი კრიზისი არის ის, რომ თავს ცოტა დაუცველად გრძნობს. და მაგრამ ამას ხო ვერაცნობიერებს. რა თქმა უნდა, ვერაცნობიერებს, მაგრამ მშობელი მას უნდა მეუეხმაროს, რომ ბავშვმა საკუთარი თავი იგრძნოს დაცულად და სასურველად. ანუ პირველი ის რომ არ გაჩნდეს დამოკიდებულება, ხო? ამიტომ საჭიროა რომ თავი ვაგრძნობინოთ ბავშვს დაცულად და სასურველად. სასურველად. ეს რომ ვაგრძნობინო მე ადამიანს, მე თვითონ უნდა მქონდეს დაცულობის განცდა და სასურველობის განცდა. გასაგებია, ხო? ისე მე ვერ მივცემ ადამიანს დაცულობას, თუ მე ჩემთვის ვერ ვგრძნობ დაცულად. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეს პირველი ბაზისური ემოციური მოთხოვნილება არის. ესე ქვია ინგლისურად. Secure attachment, ანუ დაცული შერწყმა. ანუ რო ვიბადებით, ჩვენ პირდაპირვე სამყარო განპირობებულია ისე, რომ მე მჭირდება სიმბიოზური ურთიერთობა. რატო? მე რო დავიბადე, როგორც ჟირაფი დაიბადება საფარიში, გადმოვარდება უცბად ძალიან სიმაღლიდან ალბათ, არ ვიცი, ჟირაფი მაღალია. და ეგრევე მომს გაურბის, ხო, პატარა ბავშვი ეგრევე ერიზავს. ხო, ანუ პატარა ბავშვი პირდაპირ დამოკიდებულია, ანუ სიმბიოზურ ურთიერთობაშია დედასთან. ანუ დედა რო გაწიო, ბავშვი მოკვდება. პირდაპირ დედა თუ ვერ გრძნობს თავს დაცულად და სასურველად, ანუ ბავშვთან ყალიბდება იგივე ანუ დაუცველობის და არასასურველობის განცდა. ხო, მანდ მივდივარ რა. ანუ ბავშვს აუცილებლად ბავშვს ჭირდება სიმბიოზური ურთიერთობა, ანუ შერწყმა. და ეს შერწყმა უნდა მოხდეს ძალიან სათუთად, ისე რომ ბავშვმა თავი იგრძნოს სასურველი და რომ ის დაცულია. გასაგებია. ბევრი კვლევაა უკვე 21 საუკუნეა, ძალიან ბევრი კვლევაა, ძალიან ღრმად ჩავიდა ფსიქოთერაპია, ადამიანები უჯრედულ დონეზე იკვლევენ უკვე ადამიანებს გენეტიკურად გადმოცემულ ტრავმებზე და ტრანსგენეტიკური და ტრანსგენერაციულ ტრავმებზე და ტრავმებზე მიდის უკვე აი ხა ერთი კითხვა გამიჩნდა. აი ხა სიტყვაზე გვიყურებს დამოკიდებულის მშობელი ან თვითონ დამოკიდებული და ფიქრობს რომ რა შუაშია ეს. მივალთ მადამდე. რაღაცა ხო არის შუაში. ხო და ნელა უნდა მივიდეთ მანამდე. რა არის შუაში და რა არ არის შუაში. იმიტომ რომ დამოკიდებული ადამიანი თუ მიყურებს და თავის თავთან მარტო დარჩება და დაფიქრდება და გაახსენდება თუ როგორი საშიშია ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება, ის ადამიანი ვინც ამას არ აღიარებს და მუდმივად გადაგდების პროცესშია და ისევ ახლიდან დაწყების პროცესშია, აი ის განცდა, რომ მე მეშინია ნარკოტიკის გარეშე, ვაიმე რა მომივა, ზუსტად აი ამ დაუცველობაზე არის. ანუ არ არის დაცულ გარემოში, საკუთარ თავთან? ნახეთ, აქ საყრდენი საკუთარი თავში შიგნით არის, დაცულობა გარეთ კი არ არის, რახან დაცულობა არის შიგნით. მშობელი ბავშვს უნდა მოეხმაროს, რომ დაცულობის განცდა ამ თავის საყრდენი კონდეს შიგნით ამ ბავშვს. ზუსტად ეს გარე საყრდენები გვიშვება იმას, რომ მიდრეკილი ხვდებით დამოკიდებულებაზე. ხო, რაღაც დამოკიდებულებაზე. ხო. ეს ერთი და უმნიშვნელოვანესი ბაზისური ემოციური მოთხოვნილება. ეს ყოფილა დაცულობის და სასურველობის მოთხოვნილება. ეხლა მეორე ბაზისურ მოთხოვნილებაზე გადავიდეთ, თუნდაც ემოციურზე, არავის არ აერიოს აქ, იმიტომ რომ არის კიდევ
მაგალითად მასლოუს პირამიდა, რომელიც არა მხოლოდ ემოციურ მოთხოვნილებებზე, არამედ ფიზიკურ მოთხოვნილებებს არის ჭამასმა და ასე შემდეგ. მეორე ბაზისური მოთხოვნილება არის ათენტურობა. და რა არის ეს ათენტურობა? თავისუფლად გამოვხატო ჩემი ემოციები, გრძნობები და ფიქრები. მაგალითად, ჩვენ ვიზდებით საზოგადოებაში, სადაც მე მაგალითად რო მეშინოდა ზღვაში ჩასვლა, იმიტომ რომ მედუზების მეშინოდა ბავშვობაში, მამა ჩემი მეუნებოდა, რომ რა იყო ჩმორი ხარ ის გეშინია. რავი, გასაგები. რა კაცი არა ხარ ის გეშინია, ჩამოდი რა. ყველას გვითქვი, მეც მითქვია ჩემი შვილი, რა იყო რა კაცი არა ის გეშინია. აქ ბავშვ როგორ ესმის ახლა შეგედეთ. ანუ ეს კომპლექსია. მე კაცი ვარ და მე მეშინია. ესე იგი, მე რაღაც მჭირს ეგერთი. იმიტომ რომ მამა მეუნება არ უნდა გჭირდესო. შიშარა ხარ. შიშარა ვარ თუ რა ვარ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს იმ დროს ჩემთვის. იმ დროს ჩემთვის აქვს იმ რას მნიშვნელობა ნახე. იმას, რომ ჩემთვის ავტორიტეტი ფიგურა, რომელიც ჩემთვის იმ დროს ბავშვობაში სრული ჭეშმარიტებაა, მამა. ხო. მეუბნება ესეთ რამეს, რომ კაცებს არ ეშინიათ და მე კაცი ვარ და მე მეშინია. ესე იგი, რაღაც ჩემში არის რაღაცა არასწორი. ხო, ჩემში არის რაღაც არასწორი, ეს კომპიუტერული ტერმინი ბაგი არის, რაღაც დაბაგული ვარ, რაღაც ბაგი ვარ. ხო, არასრულფასოვანი ვარ. მან მივდივარ, არასრულფასოვანი ვარ, რაღაცნაირი ვარ, ეგ ერთი და მეორე. რამდენჯერაც ვიგრძნობ მამამ ეს არ უნდა დაინახოს, თორე მამა უარყოფს მე და მასთან აღარ მექნება დაცული შერწყმა, ანუ ან დედასთან აღარ მექნება ეს დაცული შერწყმა. და ამ დროს იყალიბებ არასრულფასოვნების კომპლექსს. ის რომ ერთი რომ არასრულფასო, მოდი ესე დავარქმევთ სახელებს, იმიტომ რომ შეიძლება ავწდეთ მაგიმეებში რა ტერმინოლოგიაში, ამიტომ არასრულფასოვნების განცდა მაქვს, რომ არ ვარ სრულფასოვანი, ეგ ერთი და მეორე, რომ მე მუდმივად მიწევს ამ შიშის დამალვა. და აბა ეხლა მე კითხავ, როგორია ისე ცხოვრება, როცა შე რაღაცის გეშინია და სამყაროს უნდა მოუჩვენო, რომ არ გეშინია. ხო. და ვერ ველახავ. ამ შიშებსაც ველახავ. და ვერ ვლახავ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ამბავია, რა გეშინია რაღაც. ხო, რაღაცის გეშინია სულ. შიშები მართავენ ზოგადად. ხო. შიშარას. ანუ შიშარასგან და მამაცისგან ერთი რაღაცა არის. აი, სადაც ახლა მივალ ზუსტად რა და რა ანსხვავებს ამ ორ ადამიანს. ის რომ შიშარა დგება და გაურბის ამ შიშს. მამაცი თვალებში უყურებს ამ შიშს. რჩება ამ შიშთან ერთად. ხო, ის გამახსენდა. აი, ზუსტად ესეთი ძალიან ძლიერი და ფილოსოფიური ტიბეტური წიგნი არის სიკვდილზე და სიცოცხლეზე, სადაც ესეთი სიტყვები არის. რას არ უნდა აკეთებდე? არ გაიქცეთ კივილს. დარჩით კივილთან. რატო ეხა? ზუსტად როცა გაურბი ხალხ კივილს, ის უფრო მწვავდება. ხო, რა თქმა უნდა. ის უფრო ბევრდება. და ზუსტად ეს არის ნარკოდამოკიდებულებაც. რაც უფრო გაურბი ხარ, ნებისმიერი დამოკიდებულება, რაც უფრო გაურბი ხარ, მით უფრო მეტი და მეტი გინდა. ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტი, ექიმი და მწერალი არის ესეთი მატე გაბო, რომელმაც ძალიან მაგარი წიგნი დაწერა, ესე ქვია ამ დამოკიდებულებაზე და რატო არის ძალიან მაგარი წიგნი დამოკიდებულებაზე? იმიტომ რომ ნამდვილი ადამიანების, რეალური მაგალითებია მოყვანილი. და ესე ქვია The Realm of Hungry Ghosts, ანუ სახელმწიფოშიერი ადამიანების არა ghosts, მშიერი მოჩვენებების სახელმწიფო. ნუ realm. ანუ ეხლა ჩვენ ცხოვრობთ მშიერი მოჩვენებების სახელმწიფოში? დაახლოებით, ხო, ეს ბუდისტური ის არის, რა ქვია, მიმართულება. ნუ ბუდიზმში არის ეს მშიერი მოჩვენებები, რომელიც აი რა არიან, იცი რომ ვერ ამოივსებიან რა, აი ეს ნარკოტიკიც ეგ არის, რომ რამდენიც არ უნდა მიიღო, ვერ ამოავსებ ამ დაუცველობის, არასასურველობის განცდას, ამ ხო, მაგრამ რაღაცა დროის მონაკვეთში ხო ამას გავიწყებს ეს ყველაფერი. ზუსტად მაგ კითხვას ვსვავთ ჩვენ თერაპიაში. რა რისთვის იღებ ამას? ანუ აი რა შვებას გრძნობ?
და არა ის რომ ახში ნარკომანი საიდან მოვიდა აი რა შვებას გრძნობ მაგ დროს ანუ და თუ ნარკოდამოკიდებული რემისიაშია და მოყვებებს თერაპიაში აუცილებლად მიდიხარ აი ამ მოთხოვნილებასთან რომელიც არის დაუკმაყოფილებელი ემოციური ეს არის დაუცველობის განცდა და ეს არის არაათენტურობა ანუ მე არ მაქვს თავისუფალი უფლება გამოვხატო ჩემი გრძნობები და შინაარსები ანუ არა ხარ ავტონომიური ავტონომიურობაზე ხა გადავალთ ავტონომიურობა თავისთავად რა არის არის მე რომ რაღაცა ინიციატივები მაქვს ბავშვობაში და მე რომ მე თვითონ მინდა რაღაც გავაკეთო რამ 3 წლის რო ვარ ხო მაგ დროს მე უნდა ვიცოდე მინიმუმ რომ სათამაშოებს მოვყრი ეს უკან ჩავალაგო გასაგები ხო მე უნდა ვიცოდე ჩემით 3-4 წლის ასაკში რაღაცა რა არის რა 3-4 წლის ბავშვმა უნდა იცოდე შეგვიძლია ერთად მოვიფიქროთ ხო აი მაგალითად ჩემით გარშოგზე დაждომა უნდა ვიცოდე შეიძლება ჩემით ტუალეტში სიარული უნდა ვიცოდე და იქ ჰიგიენა უნდა ვიცოდე უკვე ნუ უნდა ვსწავლო ბილებს უნდა ვიხეხავდე რაღაც გავს უნდა ვაკეთებ პირს უნდა ვიბანდე ჩემით რაღაცა 7 წლის ასაკში უკვე უნდა შემეძლოს პურზე მაღაზიაში ჩასვლა ხურდის ბოტანა სახში რაღაცა ხო ნუ რაღაცა უნდა უკვე შემეძლოს რა ეგეთი რაღაცა ანუ ავტონომიური უნდა ვიყო რა და ესეც უმნიშვნელოვანესია რატო იმიტომ რომ დღევანდელ მშობლებს აი იქიდან გამომდინარე რომ მათ არა აქვთ დაცულობა არა აქვთ აი ეს დაცულობის განცდა და ავტონომიურობის განცდა არა აქვთ კრეატიული აზროვნება და მორგება აი ბავშვებსაც არ უშვა სხვათა შორის წინა იმაში ჩემ თაობაში უფრო მეტი იყო ანუ ავტონომიურობა ეხლა შედასაც ლაპარაკობ მშობელს უფრო ის ყავდი თავისუფლად მიშვებული ანუ მიშვებული არა ანუ დამოუკიდებლად რაღაცების გადაწყვეტას მასწავლი და ყველაფერში არის ნახე მობილურები არ ქონდა და ანუ კონტროლიც არ იყო ნახე მანდაც აი ნახე ორ უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ უნდა იყოს ზღვარი ყოველთვის ხო და დღეს რასაც უყურებ მე არის ძალიან აი დედები განსაკუთრებით აი ეს შვილი წავიყვანე შვილი გამოვიყვანე მანქანაში ჩავსვით არ შეცივდეს არ გაცივდეს შენ გენაცვალე შენ შემოგევლე ეხა ფეხბურთი თაობის მშობლებზე და ანუ ჩვენ როგორი მშობლებიც ვართ ჩვენც ეგეთი მშობლები ვართ რა კი ხო და ეს არის რომ ავტონომიურობას უკარგავს ბავშვებს და რა ადამიანს ვიღებ შეხედე ადამიანი რომელიც დაუცველად ეს სამივე პირობა როცა და ანუ ეხა უფრო ყალიბდება დამოკიდებულება ყოველთვის იყო დამოკიდებულება ყოველთვის იქნება არის ეხლა და ყოველთვის იქნება ამასთან რატომ? იმიტომ რომ დამოკიდებულება არის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წარუმატებელი მცდელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს არის გამკლავების მექანიზმი. უბრალოდ წარუმატებელია, თორე იმ დროს შენ გაძლევს იმ შვებას და ხსნას, რასაც ეძებ. იმ დროს წარმატებულია, მაგრამ წარუმატებელს რატომ ვამბობ? ის ხანგრძლივ პერიოდში ეს ქცევა შენთვის საზიანოა და დამანგრეველია. ხო, long run-ში დამანგრეველია. შენ ამაზე ვერ ამბობ, უარს, ზუსტად ეს არის დამოკიდებულება. ანუ მე ვიკმაყოფილებ ჩემ ემოციურ მოთხოვნილებებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ილუზია, ანუ აი ამ მშიერი მოჩვენებების კვება, რომელიც არ არსებობს. არ არსებობს რა, უძიროა. აი მოდი ჩემ თავზე ვიტყვი რა. მაგალითად მე სანამ პირველად ნარკოტიკი მოვიხმარე, მანამდე სულ მქონდა მუდმივად დაუცველობის განცდა, მუდმივად რაღაც არასასურველობის განცდა და ავტონომიურობა არ მქონდა. ხო და რისი გეშინოდა? ეს რისი მეშინოდა? აი რატო იყავი დაუცველი? ურთიერთობაში ვიყავი და მეშინოდა რომ არ დამშორებოდა, მეშინოდა რომ არ მოვეყვარებოდი, არ არასასურველი ვიქნებოდი და ვიწყებდი თუ მე არასასურველი ვარ, მაშინ მე რას ვიზავ? ისე ვიზავ რომ დავჭირდე და ურთიერთობაში შევდიოდი ის რომ ვჭირდებოდე. საჭირო კაცი გავხდი. ხო, მერე როგორია აბა, როცა
თავი მიგაჩნია რომ არ ხარ სასურველად და მუდმივად უნდა ჭირდებოდე. ხო და რატო მიგაჩნია? რატო მიგაჩნია? არაფერი არა, საკუთარი შვილი არ ჭირდება. მართლა მაინტერესებს, რატო გიჩნდება ეგ რომ არა ვარ სასურველი? ბავშვობიდან მოდის ეგ ყველაფერი. არა და იდეაში ხო ადამიანი გეუბნება მიყვარხარ, გეფერება, ზრუნავს, მაგრამ შენ მაინც მიგაჩნია თავი არასასურველი. მიყვარხარ, ნახე, მიყვარხარ არის სიტყვა. რაღაცა ზედაპირული სტრუქტურას წააყავს, მიყვარხარ, მაგრამ მიყვარყარს უკან. რა ქცევებია, რა რწმენებია, რანაირად გავიგო, რომ მე გიყვარვარ. ზრუნავს შენზე მაგალითად. ზრუნვაც იგივეა. მე შეიძლება ზრუნავდი ადამიანზე, მაგალითად შეიძლება რომ ადამიანს საჭმელს უკეთებდე, რაღაცა, მაგრამ ის მაინც გზნობდეს თავს არასასურველად. აი საჭმელს უკეთებდე, ცოლი არის რომ უთავებს საჭმელს უკეთებს რაღაც ფიზიკური შეხება აქვს მასთან. მაგრამ მაინც ქმარს გონია რომ ღალატობს. ხო, ძალიან კარგი წიგნი არის, სიყვარულის 5 ენა ქვია, ყველას ურჩევდი რომ წაიკითხოს, იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებული ოჯახებიდან მოვდივარ და განსხვავებული ფასეულობები გვაქვს და ყველა სიყვარული სხვანაირად გვესმის. ეგ ერთი. მეორე აი მოდი ესეთ მაგალითს მოვიყვანე ხა რა ორი ტყუპია. ტყუპი ძმები არიან, მოვიწიოთ რომ მოვიწყდა. ტყუპი ძმები არიან. ეს არის დენიელ გოლემანის ემოციური ინტელექტი ეს ადგილი რა, ეს კვლევა არის ჩატარებული. და ერთი ძმა თავს სასურველად გზნობს რომ გაიზრდება, მეორე არა. და რა ხდება? ანუ გადაღებულია დედა საკვირდებოდნენ ყველაფერზე რა, ანუ კვლევა იყო ჩატარებული. ერთი მამა გაშორებული იყო და დედას გავდა ერთი ტყუპი და მეორე ტყუპი მამას და ეს დედას ვისაც რომელიც გავდა იმას ჩაოლებრივად უწმინდავდა ის რომ მოისახმებდა და ეს რომ მოისახმებდა ცოტა ეს ზიზღით უყურებდა რა ანუ არაცნობიერად ხო და დაილეკა ეს და ამან იფიქრა რომ მე რაღაც არასწორ შვები არ უნდა ვშვებოდი არ ვარ სასურველი აი საიდან წამოვიდა რა საინტერესოა რა დაუჯერებელია და რა საინტერესოა მეორე მხრივ ხო და ეს ხალხი ეუბნებოდა მიყვარხარო, მაგრამ აი მიყვარხარ და მისი სინამდვილე, ანუ არაცნობიერად გამოხატული აი ის არაცნობიერის ჟესტიკულაცია, ბავშვმა ეგრევე სარკისებური ნეირონებით ეგრევე, აი ნახა და მიხვდა რომ მე არ ვარ სასურველი. და ნუ მე რა განუვითარდა, მე მგონი მაგ დამოკიდებულებაზე არის მანდაც ეს ისა რა. ძალიან კარგი წიგნი ემოციური ინტელექტი, ყველას ურჩევ რომ წაიკითხოს, ძალიან გასაგებენაზე წერია. შუა შეჯამება რომ გავაკეთოთ დამოკიდებულება ჩდება მაშინ, როცა ჩვენ თავს თulit დაუცველებად და არასასურველებად. არასასურველებად, ეგ ერთი, მეორე, როცა ავტონომიურობას გვართმევენ მშობლები, ანუ 17 წლის და 20 წლის ტიპზე რო იძახიან, ჩემი ბავშვი და ბავშვს არ გააკეთებინო, მე ვიზავ და 40 წლისაზე სამბობა რო არის, აი, ანუ ავტონომიურობას რო ართმევენ ადამიანს, ეგ რას ნიშნავს, იცი, ესეც არაცნობიერად ამას მამა აკეთებს, ან დედა აკეთებს, ან მამა აკეთებს, ან ოჯახი აკეთებს, რომ ამათ განცდა აქვს, რომ შვილი წავა ჩვენგან და მოდი დავაინვალიდიზიროთ. იმიტომ რომ ინვალიდი ვერსად ვერ წავა. რა თქმა უნდა. მაგას ვქე დაინვალიდიზირება. ხო? კი. ანუ რას ნიშნავს, რომ გავხადოთ ეს ადამიანი არავარგისი, რომ ჩვენგან წავიდეს. ისე ვქნათ, რომ ავტონომიურობა შეუზღუდოთ და ჩვენზე იყოს მოწეპებული. ეს რატო აკეთებენ? მეორე პოდკასტზე, ანუ თანადამოკიდებულება, სადაც შევეხებით ეს რაღაცა ძალიან როგორ იცი რომ როგორი სიტყვა არის აი მოდაში რო არის ხო იცი სიტყვა ტრენდული ხო ეგეთ სიტყვები მე არ ვიცი ამიტომ ტრენდული სიტყვა ეს თანადამოკიდებულება კოდიპენდენსის თერაპევტი ვარ ეს ძალიან ხშირად მესმის ყველა თერაპევტი სინამდვილეში თანადამოკიდებულების თერაპევტია ურთიერთობის თერაპევტია ურთიერთობა რისთვის მივდივარ ურთიერთობა არ ვიცი ხო თერაპია არის ურთიერთობისთვის და პირველი ურთიერთობა ანუ საკუთარ თავთან რო დავამყარო ეფექტური ურთიერთობა ზუსტად აი დაუცველობას რო გძნობ აი აქედან გამოსვლაც ეგ არის რა რომ დამოკიდებულებიდან გამოსვლაც ეს ხდება რომ მე საკუთარ თავთან დავამყარო ეფექტური ურთიერთობა რომ ეს ასურველი ვარ თურმე საკუთარი თავის დაჯერება არის დაჯერება არ არის ანუ აქ რაღაცა შინაგანი ნაწილების ბრძოლა რო დავარქვათ რა რაღაცა ნაწილი არის ბავშვობაში განდევნილი არ მიღებული იმ დროინდელი სოციუმისგან დედისგან და მამისგან და რაღაცა მეორე ნაწილი რომელიც სხვადასხვა თერაპიული განხრების სხვადასხვანაირად არქმევენ ნუ ფროიდის ესეთი
ფსიქოანალიზის ესეთი პიროვნების სტრუქტურის კარტოგრაფიული ახსნა არის ეს რა სუპერეგო, ანუ მშობელი, ჩვენ შინაგანი მშობელი, ისე გასაგებენაზე რო ვთქვა, ეგო, ანუ შინაგანის დასული, ესე რომ დავარქვათ, ეს ერიკ ბერნი არქმევს ეს, მაგრამ მეც აქ მოვიყვანო ადვილად გასაგები იყოს, ვინც არაა შეხებული ამასთან და იდი, ანუ იგი შინაგანი ბავშვი, ასე ვთქვათ. და აქ ზუსტად ეს მიდის, რომ არა ავტონომიურობას რო ართმევენ ბავშვს, შინაგანი ზრდასრული დაპატარავებულია ადამიანში რა, ანუ მიჯირყვნილი არის და ომი მიდის შინაგან მშობელსა და შინაგან ბავშვს შორის. შიგნით, ჩვენ შიგნით, ხო. და ამ ბრძოლის დამარეგულირებელი ნეგოშიეიტერი უნდა იყოს შინაგანი ზდასრული, რომელიც მიჯირყვნილია და მიპრესილია რა. სხვა რაღაც თერაპიაში ამას self-ს ეძახიან, ზოგ თერაპიაში ამას შინაგან ზდასრულს ეძახიან, ეგოს ეძახიან, ну მოკლედ ბევრი სახელები შეიძლება შევხვდეთ. აი ძალიან საინტერესოდ ხსნი და აი იცისად რა ბევრი კითხვები მომდის რა პარალელურად, იმიტომ რომ რაც უცებ წამომივიდა, ანუ უიმედობა. ანუ ეხლა რასაც ლაპარაკობდი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს, რომლებიც არიან დამოკიდებული, რაღაცა მომენტში აქვთ უიმედობის განცდა, ანუ სადღაც ვარდებიან რაღაცა. ეგ უკვე არის როგორც პატერნები არის ჩამოყალიბებული რა, ერთი და იგივეს რომ ვერ უმკლავდები 20 წელია. უიმედობა გეუფლება რა. ეხლა მე 12 წელი ვიბრძოლე და ბოლოში მეთქი ამის დედაც ვატირე, მოუკვდები და მოუკვდები. სახში ავედი და განვაცხადე, რომ всё მე ავადმყოფი ვარ. всё, ჩემგან ვაფშე არაფერი არ მიიღეთ, ყველამ მე მკვდარი. ეს უიმედობა იყო რა, უიმედობა იყო, всё, იმიტომ რომ რამდენჯერაც დავანებეთ, იმდენჯერ დავიწყე. რამდენჯერაც დავანებე, იმდენჯერ ნებისყოფა მქონდა, ავდიოდი მაგალითად მონასტერში ვძლებდი, თვეები ვიყავი ფხიზელი. ჩამოვიდოდი თუ არა ნახევარ ერთ კვირაში ვიწყებდი მოხმარება. ციხეში ვждარვა რამდენიმე წელი, 10 თვე, 6 თვე, რავი, სხვადასხვა პერიოდებით და რო გამოვდიოდი კი ეგრევე ვიწყებდი. მესამე პოდკასტი აუცილებლად გვექნება და იმაზე რა ქვია, სარეაბილიტაციო ცენტრების და მათ ფუნქციებზე და მათ დანიშნულებაზე, რომ მნიშვნელოვანია. ეხლა რომ შევაჯამოთ საბოლოოდ დამოკიდებულება. კარგი, მაშინ ამ ორ ვერ მოვასწრებთ, რომ ორი ემოციური მოთხოვნილებას განვიხილოთ რა. როგორ არა? აუცილებლად. აუცილებლად უნდა განვიხილოთ თავიდან ბოლომდე ამ პოდკასტების დანიშნულება ის არის, რომ ყველაფერი ვთქვათ. ხო. ვიღაცები გვეკამათნონ, ვიღაცები არ გვეკამათნონ, ვიღაცებმა შეგვაქნონ, ვიღაცებმა არ შეგვაქონ. ჩვენ არ გვჭირდება აქ შექება, ჩვენ დავჯექით, რომ ეს პრობლემა სადღაცამდე გავხსნათ. და დავიწყოთ ყველამ ერთად მოგვარება, თქვენც თუ დაგვეხმარებით ძალიან კარგია. ვაგზავნებ დამოკიდებულების თემას, რა, უფრო ემოციური მოთხოვნილებების თემა, საიდან ჩდება დამოკიდებულება რა. მეოთხე ესეთი ემოციური ბაზისი, ჩვენ 5 ბაზისურს გავდივართ, 3 უკვე ვთქვით, ეს არის დაცულობა, ავტონომია და ათენტურობა. ეხლა ვიტყვი მეოთხეს, ეს არის სპონტანურობა და თამაში. რას ნიშნავს ეს? ანუ დროს ტარება. მე და შენ ეხლაც მაგალითად როცა მივდივართ ერთად და ფეხბურთს თამაშობთ, ან დავდივართ გრიგოლეთში, სკუტერებით რო ვკატაობდით, იქ რა ქვია იმას, ატრაქციონებზე კატაობა, ეს ყველაფერი არის დროს ტარება. ხო, გართობა თამაში. აუცილებელია, მე მინდა მშობლებს უთხრა, რომ 6 წლის ბავშვს და 7 წლის ბავშვს არ უთხრათ, სადმე რო წაიყვანთ, გამოპრანჭავთ და ქორწილში მიიყვანთ, სადმე ნათესავის. არ დაუწყო ჩხუბი, რომ რა იყო, სერიოზულად მოიქეცი ამხელა კაცი ხარ, იმიტომ რომ ის ამხელა კაცი არ არის, ის ბავშვია ჯერ და ეს მისთვის სამყარო არის მხოლოდ ერთი რაღაცა, თამაში. всё, მეტი არაფერი არ. სკოლაშიც კი მაგას ასწავლეთ. კი, მეც სკოლაში რომ პირველად ბეტმენები მიმქონდა მახსოვს ეხლა. თუმცა ჩვენ სკოლა აღარ იძლევა მაგის საშუალებას, რომ გათამაშოს 4-5 კლასამდე. ხო, არ ვითამაშოთ. ხო, რაღაცა არის პერიოდი უკვე 8-9 წლის მერე უკვე უნდა შევიდეს აი ამ თამაშიდან გადავიდეს აი ამ სწავლის რეჟიმში რა, ფაზაში ასე ვთქვათ. თუმცა თამაში კარგია. დროს ტარება აუცილებელია და ბავშვმა უნდა ისწავლოს დროს ტარება. რატო? იმიტომ რომ შემდგომში რომ ის რომ დასრული გახდება, გაიზრდება სამსახურში, ყველგან დაჭირდება სპონტანურობა, რაც არის თამაში, აი მაგალითად ფეხბურთელი რომ
პროცესში რაღაცა დრიბლინგს აკეთებს ან ვიღაც კრეატიული აზროვნება რო ჩამოუყალიბდეს ადამიანს ეს ყველაფერი თამაში შვება ამას ბავშვი. თამაში ბავშვი რასაც უნდა იმას შვება და მანდ ეხსნება კრეატიული გონება. ხო, ანუ სადამდე მივედით რომ და გეუბნება რა. სტუმრად მივიდათ 6 წლის ბავშვი მშობელთან ერთად და მშობელი ეუბნება მანქანაშივე რომ ეხა იქ არ შემარცხინო. არ შემარცხინო, ცუდად არ მოიქცე. ანუ ცუდად არ მოიქცეში რა შეუნება, ეჭი არ ითამაშო რა. ხო და ეს ესე იგი რა გამოვიდა? ეს ესე რომ კარგად არ მოიქცე. ანუ ეს რა გამოვიდა რომ მე ჩემს იმაზე რა ვქია რეპუტაციაზე ვზრუნავ და იმის ვაფშე ყველაფერს ფეხებზე ვკიდია. ვაფშე ვთქვი ბოდიში. ხო რა ვაფშეტა ეგრეა რა საერთოდაც მართლა ეგრე ხდება რა ეხა მინახავს რომ მეც მეჩხუბებოდა რომ არ იქცევი მე ძალიან მეჩხუბებოდნენ მაგ ყველას მეჩხუბებოდა და ჩემს ანა მიმიყვანდა სადმე მეუბნეოდა რომ ეს არ გააკეთო იმასთან არ მიხვიდე ეს სათამაშო არ აკეთო არა მე ჩმორდებოდი და ესე ვიჭექი ხო მაგას ქვია აი ნახე ეგეც ძალიან კარგ რაღაცა შევა და დეეჩები თვალს მოეფარებოდა თუ არა ადაპტიური ბავშვი და პროტესტში წასული ბავშვი პროტესტში წასული ბავშვი და ბავშვი რომელიც ადაპტიურია ეს არის ერთი მედალიონის ორი მხარე და ეს არ არის თავისუფალი ბავშვი და რატო ადაპტიური ბავშვი იმას აკეთებს რასაც მშობელი ეუბნება და ბავშვი რომელიც პროტესტშია იმას კი არ აკეთებს რაც თვითონ უნდა იმის საპირისპიროს აკეთებს რასაც მშობელი ეუბნება ანუ იმას კი არ აკეთებს რასაც მე მინდა ანუ იმას ვაკეთებ რაზეც მითხეს რომ არ გააკეთო ეს თამაში არის აუცილებელი რამ ბავშვი თამაშით შეიცნობს სამყაროს ანუ ჩვენ რო ვეუბნებით არ ითამაშო მას ვეუბნებით არ შეიცნო სამყარო არ იყო კრეატიული არ იყო საკუთარი თავი ხო იყავი ის რასაც გეუბნები რომ იყო ეს არის მეოთხე ბაზისური ემოციური მოთხოვნილება რომელიც დღეს თქვით და ბოლოს ვიტყვი ახლა ეს არის როგორ მინდა რომ ეს კარგად გადმოვცე ემოციური და ფიზიკური საზღვრები და ანუ ეს არის რეალისტური შეზღუდვები. ეს არის მეხუთე. აი ეგ ის არის რომ კაი არ ითამაშო, კაი ყველაფერზე ვათამაშე, მაგრამ მშობელი კეთე ბოლო-ბოლო რომ ანუ ყველაფერს ხო არ დავრთავთ ნებას კაცო. ანუ ბავშვს რა აი ზუსტად აქ შემოდის ნახეთ მეორე თავზე რომ დამალეწოს ახლა ის ჩამოიღოს ვაზა და თავზე დამალეწოს. საკუთარი თავის კონტროლი რომ შეეძლოს იმ ბავშვს ანუ რაღაცა გადაცდა ზღვარს უნდა უთხრათ. შვილო შემოვიყვანოთ უკან საზღვრებში. აქ ამის იქით. ხო და როგორ შემოვყავს საზღვრებში? ანუ საერთოდ არ ითამაშოს კი არ ვეუბნებით. ითამაშო ოღონდ მოდი ეს 1 საათით ითამაშე. აქ ამის მერე ან რა დრო დაუწესო 1 საათი ითამაშე. 1 საათი უყურე ტელევიზორს 1 საათი ითამაშე. 1 საათი ის გააკეთე რა შენ გინდა. მაგრამ ის რო თამაში შეყვა და ეხა მიდის ეს თამაში 1 საათი არ ყოფნის ამას. მესმის აი ზუსტად ეგ არის რომ შეზღუდვები უნდა შემოვიტანოთ აქ ოღონდ რეალისტური. როცა ამეცადინებს შობელი ბავშვს ძალიან ხშირად მინახავს ჩემსა საახლობლოშიც და ზის პატარა ბავშვი მესამე კლასში მეორე კლასში და ასე უნდა ისწავლო ანუ ყვირილით ხო ანუ იმას თავი რომ დავანებოთ თამაში შეზღუდვას აქაც ხო სწავლას უზღუდავ რა არის მან რას უზღუდავ აი მაგალითად თქვა რა მათემატიკას აკეთებს და ნელა აკეთებს ბავშვი რა მათემატიკას რა ზოგი ხარ აკეთებს ჩემი მეორე ნელა ფიქრობს მეორე სწრაფად ფიქრობს და აი ამ ბავშვს უთხრათ ახლა რომ შენ დებილი ხარ რა ნელა რატო აკეთებ ესე ნელა ხო დაახლოებით მათ მივედი. არ მეორე შევაქოთ რომ რა მაგარი ხარ სწრაფად რო შვები. მათ ორივეს ახლა ნახეთ რა ჩამოუყალიბდება. თუ ისაც შევაქებთ რომ სწრაფად რა მაგრა აკეთებ, ისი ფიქრებს ესეთ რამეს. აჰა, ცხოვრებაში მე თუ დამჭირდა რამის ნელა გაკეთება, ესე იგი ის არ უნდა გავაკეთო. უნდა გავაკეთო სწრაფად. ყველაფერი უნდა გავაკეთო სწრაფად, რადგან შემაქონ. რომ დებილი ვიყო, აი. შემაქონ. ხო, რო შემაქონ. ადამიანს სჭირდება შექება. ამას უყალიბდება ესეთი რამე. მე ცხოვრებაში სიძნელებს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ნელა აკეთებენ დებილები და ყველაფერს მეუნე რაც გამომიო მარტო იმას გავაკეთებ. და ცხოვრებაში რას მიაღწევენ ეს ადამიანები? რომელი უფრო ხდება დამოკიდებული ამ დროს? ნახე, აი როგორ კიდე უკვე დამოკიდებული ესე რომ თქვა შეიძლება ორივე გახდეს, მაგრამ რაზე ალო აი ყოველთვის მეუნებიან ხოლმე ესეთ რამეს, რომ აი ნარკოტიკს არ იკეთებს ან რაღაცა და ანუ აი ერთი ძმა არ იკეთებს და მეორე იკეთებს ესეთ რამეს მეუბნებიან კაცო ვეუბნები არ იკეთებს შეიძლება ნარკოტიკს მაგრამ რა დამოკიდებულება აქვს მას ხო არ ვიცით ესეთი ემოცია აი ესეთი დამოკიდებულებები იწვევენ ფიზიკურ
სიმპტომატიკამდე მიდის და იწვევენ დაავადებებს. როგორიც არის შაკიკი, როგორიც არის გულის დაავადებები, როგორიც არის კუნთების, სახსრების დაავადებები, ართრიტი, კუჭის დაავადებები, მოკლედ, ყველანაირ ფიზიკურ დაავადებები. ყველაფერი მოდის ემოციებისგან, გასაგები. შევიწროვებული, მიჯირყვნილი, ესე ვთქვათ, რეპრესირებული ემოციები, რომელიც არის გამოუხატავი. და მე ამას ვეუბნები, რომ ამ ადამიანმა ეს ყველაფერი რო გამოეშვა ნარკოტიკი ნახა. ზოგმა ეს ყველაფერი არ გამოუშვა, დაიტოვა და გადაუვიდა შაკიკში. შეიძლება რაღაც სხვა რადიაქ, შეიძლება შაკიკში და ეგეთ ჩვეულებრივად შეიძლება ადვილად მოიხსნას თერაპიის შაკიკიც. ხო, არის კი, მაგალითად ვარჯიშები არსებობს, რომლებიც რაღაცა დონეზე მეხმარება და ეხლა უკვე ესეც დამოკიდებულებაა. ჩვენ შეგვიძლია რომელიმე ეთერში პირდაპირ გავაკეთოთ, პირდაპირ ეთერში გავაკეთოთ თერაპია. გამოვა, არ გამოვა და ჩაწერილი შეიძლება, არ არის პრობლემა. ჩაწერილი შეიძლება, კი ბატონო. რას მოიტყუებით? არც არაფერს. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ დამოკიდებულება, მოკლედ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ ვიტყვი. ეს არის გამკლავების მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ბავშვობაში და ეს არის წარუმატებელი მცდელობა დავიკმაყოფილოთ ჩემი ემოციური მოთხოვნილებები. ის მოთხოვნილებები, რომელზეც ჩვენ ეხლა ვილაპარაკეთ, გავაანალიზეთ და გავიარეთ. და კიდევ ისი დამატება მინდა, რომ ეს არის მცდელობა გავექცე აი ამ რეპრესირებულ განცდებს, რომელიც მე განვიცადე ღრმა ბავშვობაში და იმის განცდა აღარ მინდა, არ შეიძლება ჩავკეტე ყველაფერი რო არ მახსოვდეს და პირიქით ზოგს არის რომ არ ახსოვს ბავშვობა, რო კითხები რა მოხდა ბავშვობაში არ ახსოვს, ეს არის ანუ ჩაკეტილი აქვს მან. თუმცა გაიხსნება ოდესმე? აუცილებლად თერაპია, სწორი მიდგომა და ყველაფერი შეულებრივად ან გაიხსნება ან არა. მოკლედ ეს იყო ჩვენი პირველი პოდკასტი, რასაც ქვია დამოკიდებულება. მოკლედ აღწერეთ და ეს პოდკასტების სერია გაგრძელდება, ძალიან ბევრი იქნება. თუ დაგაინტერესათ, რა ვიცი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რა ვიცი, დაგვალაიქეთ. თუ რამე შენიშვნები გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში მოგწეროთ. ჩვენ გვინდა რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს ძალიან დიდი და დავიწყოთ ამ პრობლემასთან ერთად გამკლავება რაღაცა პატარ-პატარა ნაბიჯებით. მადლობა, რომ გვისმენდით და გვიყურებდით. მადლობა თაზო. მადლობა თქვენც ვინც გვისმენდით და შენ ნიკა დიდი მადლობა. და მადლობა სტუდია Dream Teams, რომელიც გვეხმარება ამ პოდკასტების ჩაწერაში. კახას, ზურას, რა ვიცი, ბევრ ადამიანს, ბიჭებს, ძალიან მაგარი ადამიანები არიან, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ეს პოდკასტები ჩაგვეწერა და თუ საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას ამ პოდკასტის დახმარებაში, ჩვენ წინ აღდგები არ ვიქნებით. მადლობა, ნახვამდის დროებით. მადლობა, ნახვამდის.